now, baby, you're casting your spell on me. You got me doing funny things like a clown. Just look at me. When you wear your high-hole boots with your hip hugger suit, it's alright. You're out of sight. And you wear that cute mini skirt with your brother's sloppy shirt. I admit it, girl, that I can't dig it. You know I say boogum, 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 boogum. Now, baby, you're casting your spell on me. I say boogum, 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 boogum. Now, baby, you're casting your spell on me. You got me doing funny things like a clown. Just look at me. When you wear your bell-bottom pants, I just stand there in a trance. I can't move, you're in the groove. With your cigar caboose and cigar caboose and cigar caboose, now casting your spell on me. I say cigar caboose and cigar caboose and cigar caboose, now casting your spell on me. Woo! უცმიდესისა და უმეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, მცხეთა თბილისის საეპისკოპოსისა და ბიჟვინთისა და ხმელეთის მიტროპოლიტისა, დიდი სამეურნეობისა, მამისა ჩვენისა, შეუსათვის და მაღალყოდადო სამღვდელოებისა, უცათელგაენის მიტროპოლიტისა ივანესათვის, პატიოსა და ველთა ქრისტეს მიერ დიაკონისა და პოპისა სამღვდელოებისა, დაცვისა და სამართლისათვის, უფლისა მიმართულება. დაცული ხელისა ჩვენისა, მეოხებისა მისისათვის, უფლისა მიმართულება. გადა ჩვენი შესაძლებლობისა და პატიოსა სამართლისათვის, უფლისა მიმართულება. გადა სამართლისათვის, მშვიდობისა სიმართლით, უფლისა მიმართულება. გადა დაიჭარეს ისინი შეერთებითა და მზითითა სარწმუნოებითა, უფლისა მიმართულება. გადა იქნებიან ისინი ერთობითა მტკიცითა სარწმუნოებითა, ღვთისათა უფლისა მიმართულება. რათა დაიჭრეს ისინი უბრძოლითა მოქალაქობითა, უფლისა მიმართულება. რათა უფალმა ღმერთმა მოხმადოს ამათ პატიოსანი ქორწილი და საწოლი შეუგინებელი, უფლისა მიმართულება. ხსნარ ჩვენ დაყოლისა გაჭირისა ისხისა და იწროებისა, უფლისა მიმართულება. შეგვეციენ გვასწავლენ, შეგვიწყალენ და დაგვიწვენ ჩვენ ღმერთო შენითა მაზრითა. Όλაც მიდისა უცნერისა, უფროსა, სულწეულისა, დიდებულისა, დედოფლისა, ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა, თავისთვის გაუღიერთა და ყოველი მკვლელობა ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევხედრო.
წადვირე მოხსენით ბეჭები გაუკეთეთ დედოფალს სიძეს მოხსენდა დედოფალს ნახევარამდე რამე თუ შვენი შენ დაყოლილი დიდება და პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ღმერთო წმინდაო რომელმან დახვადე მიწისაგან კაცი და გვერდისაგან მისგან აღუშენე დედაკაცი და შეაუღლე იგი შეწევნად მისდა ესერ განაგე დიდებულება შენითა არა ყოველი მხოლო კაცი ქვეყანასაზე და ათ შენ მეუფეო ამაზე და მოყავ ხელი შენი წმინდა სამკვიდრებლის შენითა შეაერთე მონახტისა დავითი და ხევალი ღვთისა მარიამი რამე თუ შენ მიერ შეერთების კაცი და დედაკაცი შეაუღლე ესე ერთითა გონიერებითა გვირგვინოს სამყენესენი შეერთებითა ერთქორ წყავ მომადლე ამად ნაყოფი მუცლისა კეთილშვილიერებისა აღსრულება რამე თუ შენი არ სიმკიცრა შენი არ სუფევა ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე გვირგვინოსანი იქნების მონახტისა დავითი გვირგვინოსანი იქნების ხევალი ღვთისა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე უფალო ღმერთო დიდებითა პატივითა გვირგვინოს სამყენესენი შვიდობა ყოველთა სიბზნე წარდგომა ფსალმუნი დავითის სიხმა მერვე და თავსა მისა გვირგვინი ქრისამის განპატიოსნისა ცხოვრება ეთხოვა შენ და მიეცმა გამგება იდღეთა უკუნითი უკუნისამდე და თავსა მისა გვირგვინი ქრისამის განპატიოსნისა სიბზნე თეთეს ერთალი მალხეთის თოლეწმინდი საპავლე მოციქულის და საკითხავი ოყედენ Vano, Pablo, que toda la comunidad de esa gente, aunque esa gente y eso que se está mersa de mamasa, da emoción y fuerza, shishita tristeza, solo que está marca da emoción y shishita upalsa, la metumalia, está solo sabitar sa cristiana, está iglesia, da invitaba días más suave vamisa, a la metita de iglesia da mochila budas tristeza, iglesia solo que está marca politale, marca que cuando solo que se invita sa cristiana mancheri por iglesia da David misa misvis, Rata igis midapos, გასმინდა იგი საფანელი და მიწისა და სიტყვა, რათა წავუდგინოს თავად მას თავსათვისა დიდებულად ეკლესია, რათა არა ქონდეს მსგულოვანება თან აუცილებელი საცა სხვა ისევით არის, არამედ რათა იყოს მინდა და უბიტოს, ეს ჯერას მართა თოთათის სიყვარულით არცა ყოველთვის, რამე თუ რომ საუბარდეს სოლეთში თავისთვის უყვარს, რამე თუ არავის და თავისთვის მოიწვიეს, არამედ დინდა კუთვნებს მას ვითარცა ეკლესიასა, რამე თუ ასული ვარ გვამისა მისისანი ხოლსამის და გარდა თვალთამის და გარე ამის დაუდეო გასმამა მაიჩისა და იჩისა და მიეკვი სულსაფისა და იქნა მორნი მეგი ერთყო საითუმოს დიდა ოლმების ქრისტეს ვითა ეკლესიისა გარნასკენ საკასაკასარმა ქრისტე თოლიგრე შეიყვანეს და თავი ქრისტე ბოლოცო სამას ათეშინოდის კმისა ალელუია 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 შენ თოლომის ჩვენ და მებაკენ ჩვენ ამიათეს ჩვენ და მეკუნისამდე ალელუია 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 ერთო რომელმან ყოვესავე შექმენ ძლიერებითა შენითა დაამტკიცეს სოფელი და შემკულ და გვირგვინ ყოველდი ქმნილი შენ მიერ შენვე ბარძი მესე საყოველთაო რომელი გიპყრიე ზიარება წარმარ სამართლე ქორწილისა ამის გამოაჩინე და აკურთხე კურთხევითა სულიერითა რამე თუ კურთხეულარ სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ზიარება მონახტისა
ისაიამ ხიარული ყავ ხალწულმან უსლავიო შვაბედა ემანუელ მერციდაგაცი აღმოსავალ სახელი მისი მას ვადიდებ რომელმან შვაიგი ვნატრიდებ მიტანო მოწამენო რომელთა კეთილად იღვაწეთ ვირგვინოსა მიქმნელი ვაშენდა ქრისტე ღმერთო ჩვენო მოციქულთა სიხადულო მოწამეთა სიყვარულო რომელთა განსიდეთ ვითარცა სარა და იშვებდი ვითარცა რებეკა და განმრავლდი ვითარცა რაქილ სიხარულითა თვისითა ქმრისათა დაცვითა მისითა ჯულისა რამე თუ ეს კაცი
Ti guardi allo specchio, ma sei ancora tu. Tutta la famiglia ha percorso molte miglia, solo per te Lucia, ci sono anch'io. Per parlare oppure di andare alla zona balneare, lo meriti, vai, 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 vai. Il palco è pronto per te. პირველ რიგში მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ოჯახის წევრებო და ნათესავებო. განსაკუთრებული სალამი მინდა მარიამისა და დავითის მშობლებს უთხრა, რომლებმაც მათ პირველად ასწავლეს სიყვარული, სიკეთე, პატივისცემა და ერთგულება. რომელთა მხარდაჭერის გარეშე დღევანდელი დღე ასეთი სრულყოფილი როგორც გვაქვს ნამდვილად არ იქნებოდა. დღეს შევიდივართ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, სიყვარულით, რომელიც წლების განმავლობაში იზრდებოდა, მტკიცდებოდა, ძლიერდებოდა და დღეს აქ თქვენი თანდასწრებით, ოჯახის შექმნით სრულდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის ცხოვრებაში გარკვეული დროით ჩნდებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ ასნობიერებენ, რომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. დღეს სწორედ ასეთი ისტორიის მომსწრენი ვართ. ისტორიის, რომელიც მეგობრების მიერ მოწყობილი ერთი ჩვეულებრივი გაცნობით დაიწყო და სიყვარულის ყველაზე მნიშვნელოვან დღემდე მოგვიყვანა. სანამ ჩვენს დღევანდელ გმირებს მოვიწევთ, მანამდე მინდა წარმოვიდგინოთ მათი მეჯვარეები, რომლებიც დღეს მას გვერდით განან, როგორც მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის სიმბოლო. აპლოდისმენტებით მინდა შევეგებოთ ელენე ილუაშვილს, მეგობარს, რომელიც მარიამის ცხოვრებაში მეექვსე კლასიდან მოყოლებული განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ადამიანს, რომელიც იყო ყველა მნიშვნელოვანი მოგონების, ყველა სიხარულის და ყველა ემოციის თანამონაწილე. ჰყავს აპლოდისმენტებით შევეგებოთ მარიამს. ახლა კი დავითის მეჯვარეს დროს დადგა და გთხოვ ასევე აპლოდისმენტები. იგი გიორგაძეს, ადამიანს, რომელსაც დავითი უწევია საკუთარ ძმად მიიჩნევს, მეგობარს, რომელთანაც დაკავშირებულია ბავშვობისა და ახალგაზრდობის უამრავი მოგონება. See
ახლა კი დროა შევხვდეთ დღევანდელი დღის თავად gentlemen's ბატონ დავითს თუ შეიძლება უხარი ერთი გოგონა გაიცნობა მას შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ადამიანს როგორ თავადმა იმ პატარა 14 წლის გოგონამ არა მხოლოდ სიყვარული, არამედ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა. მოდით განსაკუთრებული ოვაციებით კიდევ ერთხელ გავამხნევოთ დავითი. ეხლა ზუსტად შეიძლება ვეცნობ რასაც განიცდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთდროულად ნერვიულობაც, სიხარულიც და ბედნიერებაც შენს გულში არის. ალბათ დამეთანხმებით, რომ გარდა იმისა, რომ სიზეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქორწილში, ჩვენი დღის ყველაზე ლამაზი ადამიანი, რომელსაც ეხლა მამა შემოაცილებს დავითამდე, არის მარიამ. დავითის ცხოვრება სულ საფრთხეების შესწავლილია. ბატონი ვალერი მოაცილებს მამა. გავახსენოთ მეგობრებო. დილოსაც ვშევ კიდევ ერთხელ და მე მგონი აქ დამწეს საზოგადოებამ თქვენი ისტორია ალბათ ზეპირად იცის, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი ძალიან დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი და მე მინდა პატარა შეჯამება გავაკეთო თქვენი სიყვარულის ისტორიის. როდესაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, არც ერთ մարդկանს არ წარმოედგინა, რომ ეს ამბავი ასე შორს წავიდოდა. მეგობრებმა გააცნეს ერთმანეთი, როგორც უკვე თავადქეს. არ ყოფილა რომანტიკული ფილმის სცენა, არც გრანდიოზული შეხვედრა. იყო ორი მოზარდი, ორი ბავშვი და ადამიანი, რომლებმაც მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მომავალში ერთმანეთის ყველაზე დიდი სიყვარული გახდებოდნენ. მათი პირველი მიმოწერაც ისეთივე ბავშვური იყო, როგორც იმ ასაკში შეიძლება ყოფილიყო. პრივეტ, რას შვები? ფილმების ყურება თუ მოგწონს. ეს მიმოწერა შეიძლება ღიმილის მომხრელიც კი იყოს, მაგრამ სწორედ ასეთი უბრალო საუბრებიდან იწყება ხოლმე ყველაზე ლამაზი ისტორიები. დავითმა ძალიან მალე იგრძნო, რომ მარიამის სხვებისგან განსხვავდებოდა. როგორც თავად ამბობს, უამრავი მეგობარი გოგონა ჰყავდა, მაგრამ მარიამის დანახვისას პირველად გაუჩნდა განცდა, რომ ეს ადამიანი მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა. მარიამას თავიდანვე გამოიჩინა ინტერესი დავითის მიმართ. თუმცა როგორც გოგონებს ვახასიათებს ხოლმე, მეტი ყურადღება უნდოდა და ცოტა თავიც დაიფასა. ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ნელა შეუმჩნევლად და შემდეგ დადგა დღე, როდესაც დავითმა პირველი ნაბიჯი გადადგა. დაბედა, გულში დაგროვილი სიტყვები ხმამაღლა უთხრა, მაგრამ პასუხი რა თქმა უნდა მაშინვე არ მიუღია. 7 დღის შემდეგ, როდესაც დავითს ლოდინი უკვე უსასრულობად ეჩვენებოდა, მარიამმა თავისი ცნობილი პასუხი მისწერა. აი ბიჭო, მეც მომწონხარ რა იყო. და ალბათ იმ წამს დავითისთვის მთელი სამყარო შეიცვალა. როგორც თავად ამბობს, ის 7 დღიანი ლოდინი ნამდვილად ღირდა. წლების განმავლობაში მათი სიყვარული ამ დღის შემდეგ იზრდებოდა. ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები, ყველაზე უსაფრთხო ადგილი. დროთა განმავლობაში იმდენად დაემსგავსდნენ ერთმანეთს, რომ დავითმა მომწერა, რომ მე მარიამის პატარა ვერსია ვარ და ის ჩემი დიდია. მათ აკავშირებთ ასევე ერთი განსაკუთრებული სიტყვა მათთვის სიხარულო.
სიტყვა, რომელიც მხოლოდ მათ ესმით ისე, როგორც არავის. სიყვარული მათთვის ყოველთვის მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა. ეს იყო ერთმანეთის გახარება, ყვავილებით, სიურპრიზებით, საჩუქრებით, მოულოდნელი სიხარული. დღემდე მარიამი ინახავს იმ ყვავილების ნაწილს, რომლებიც დავითმა წლების განმავლობაში აჩუქა. რადგან სიყვარულის ღირებულებას ხშირად სწორედ ასეთი პატარა დეტალები ქმნის, მაგრამ მათ ურთიერთობას კიდევ ერთი განსაკუთრებული საფუძველი აქვს. უფალი, წმენა, ერთგულება და ნდობა. ორივე ერთხმად ამბობს, რომ სწორედ ეს არის მათი ურთიერთობის ყველაზე მყარი საყრდენი. მათ სჯერათ, რომ უფლის გარეშე ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და სწორედ ამიტომ სრულ ცხოვრების გზაც ხელშეკიდებულებმა განაგრძო. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში 24 მარტი, რიცხვი, რომელიცაც მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღე, რომელიც სამუდამოდ დარჩება მათ ისტორიაში და ადგილი, ბაგრატის ტაძარი. დავით წინა ღამეს თითქმის არ უძინია, მთელი დღე ნერვიულობდა, მარიამს ეჩხუბებოდა კიდეც, თუმცა თავადაც არ იცოდა რატო. ტაძარში მისული იმდენად ხელობდა, რომ სანთლებს ერთმანეთის მიყოლებით ანთებდა. მარიამი გაოცებული ეკითხებოდა, რატო ლოცულობ თუ ეს ისე უბრალოდ ანთებს სანთლებსო. და შემდეგ დადგა წამი. დავითი დაიჩოქა. მარიამმა კი, როგორც დღესაც სიცილით იხსენებს, ჯერ გვერდი აუარა, ალბათ იმ რამდენიმე წამში მის თავში 6 წელმა ერთიანად ჩაიარა. პირველმა გაცნობამ, მიმოწერამ, აღიარებამ, სიყვარულმა, სიხარულმა და ყველა მოგონებამ. და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ამ ადამიანთან ერთად უნდოდა დარჩენილი ცხოვრების გატარება. რომ ამ ადამიანთან უნდოდა ოჯახის შექმნა, შვილები, ოცნებები და სიბერე და სიყვარული, რომელსაც დასასრული არასოდეს არ ექნებოდა. დღეს კი სწორედ ამ ისტორიის გაგრძელებას ვესწრებით. ახლა კი დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი დღევანდელი ხელისმოწერის ცერემონიის. და თქვენის ნებართვით პირველი კითხვით გადავალ დავითთან. ბატონო დავით, თანახმა ხართ თუ არა მოიყვანოთ ცოლად მარიამი, შეჰფიცოთ მას სიყვარული, ერთგულება და უპირობო ზრუნვა მთელი ცხოვრების მანძილზე. სულ ერთი წამით. მამაკლა? რა თქმა უნდა. ხალხური ამოდისმენით. ოჩა. მე დაარწმუნებული ვარ, თქვენ სიყვარული კიდევ უამრავი წელი იცოცხლებს და ახლა კი მარიამის დრო დადგა. მარიამ, თანახმა ხარ თუ არა, რომ ცოლად გახვე დავითს. მთელი ცხოვრების მანძილზე იყო მის გვერდით, იყარდეს უპირობო სიყვარულით და იყო მასთან ერთად ჭირსა და ლხინში. და მე რა თქმა უნდა. ბრავო, ოჩაკი ბავშვებო. ხავალი კი უკვე მოვისმინეთ და ეხლა დრო არის, რომ გავცვალოთ ბეჭდები. ეს ბეჭდების გაცვლა არის უსასრულო სიყვარულის სიმბოლო. ამიტომ გთხოვთ, ახლა კი მარიამის დროა. მარიამ, ერთ სტაზე უნდა გაუკეთო ბეჭედი. ოჩა! ბრავო. ახლა კი თქვენის ნებართვით, თქვენი ეს სიყვარულიც გთხოვთ დამიდასტუროთ ფურცელზე ხელის მოწერით, თუ შეიძლება დავით. დაფიქრებაც არ დასჭირდა, ყოჩა. მომწონს, მეგობრებო, ახლა კი მარიამის დროა. მარიამ, არ შენ არ ჭირდება დაფიქრება, რამდენადაც მივხვდი. გოდიში გადავამოწმებ. ნაბილად არის სახელის მოწერა. ძალიან კარგი. ძირფასო სტუმრებო, ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ 2026 წლის
4 ივნის დავითი და მარიამი ოფიციალურ ცოლ-ქმრად გთხოვთ ძალიან სიმბოლური არის და არ დაიშალოთ მეგობრებო. საბოლოო ნატია გიძილაძის საჩუქარი უნდა გადმოგცეთ ახლა. ეს ნებართვით გავხსნით. ნათლია. ნატია გელოდებით სცენასთან, ხო? Ara